საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის განკარგულებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მათ ყველა ბენეფიციარზე პროფილაქტიკური აცრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალათ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაო, რასაც მათ საქართველოს განათლების სამინისტრო უწესებს, უკვე შესრულებული აქვთ. ექნები უკვე გაწეული სამუშაოს თავიდან ჩატარებას არაპირებენ და აცხადებენ, რომ ეს ადამიანის უფლებათა შელახვა და მათი ექსპლუატაციაა. ექიმ ნატოზოიძის განმარტებით განკარგულება მათ შრომა გაუორმაგა, ამასთან მედიკოსებს დამატებით პანიკაში მყოფ მშობლებთან გამკლავება უწევთ. ექიმის განმარტებით არსებობს ერთიანი ბაზა, რომელიც სკოლებისთვის ხელმისაწვდომია და თვლის, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება სკოლებსაც შეუძლია. დეტალები თემასთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო გამოშვებაში. ამ ბრძანებით ვალდებული ვართ, ჩვენ ის თავიდან გავცეთ ეს ფორმა 100. ჩვენ არანაირ ვადაში არ ვაპირებთ ამ ფორმა 100-ის გაცემას, არა ვართ არანაირად ვალდებული. ეს არის შესრულებული სამუშაო, რომელიც პირწმინდად პატიოსნად არის ჩატარებული და პროტესტი გამოიწვია ამ ფაქტმა, რომ მშობლები მოდიან გაღიზიანებული სკოლებიდან. ჩვენი სამუშაო გვაქვს, გვართმევენ ჩვენ დროს, რომელიც სხვა რაღაცაზე უნდა დავკამდეთ და აი ესეთი სიტუაცია პროსტა აუტანელია. გართულებით ახლა რა გართულა არაფერი, უბრალოდ საჭიროა რომ ნახოს სკოლის დირექტორმა არის თუ არა აცრები ბავშვებისთვის გაკეთებული. ყოფილა სკოლიდან მოთხოვნა ასეთ რაღაცა და ჩვენც შესაბამისად ნორმალურად არც მიგვიტანა.